მოდით ჩაუღრმავდეთ ქართული კლასიკის ერთ ძალიან საინტერესო თავს. მაგრამ იცით, ეს უბრალოდ ლიტერატურის გარჩევა არ იქნება. ეს უფრო ფსიქოლოგიური გამოცანაა, ნამდვილი თავსატეხი, რომლის ამოხსნაც ერთი შეხედლით თითქოს შეუძლებელია. და იცით, მთელი ამბავი ფაქტობრივად ამ ერთ შეკითხვამდე დადის. ეს არის ამ ისტორიის გული და ბირთვი. რატომ უნდა მოისურვოს ადამიანმა, რომელსაც საკუთარი მეურნეობა აქვს, სხვისი მოსამსახურე გახდეს? ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ, რა ხდება სინამდვილეში. ხო, ჩვენი თემაა უცნაური ნასკვი. და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება რაღაც აკადემიური მშრალი გარჩევა, არა, ჩვენ შევხედავთ ამას, როგორც ადამიანის мотиваციის მარადიულ საიდუმლოს, რაღაცას, რაც მაშინაც და დღესაც ერთნაირად გვაფიქრებს. კარგი, მოდით ახლა ვნახოთ, ვინ არიან ამ საიდუმლოს მოწმეები. ანუ ის ხალხი, ვინც ჩვენსავით ცდილობს გაიგოს, რა ხდება. ფაქტობრივად ჩვენ ამ ამბავს მათი თვალით დავინახავთ. მაშასე, სცენაზე ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა. ერთ მხარეს გვაქვს არჩილი და მისი და, იცით, განათლებული, დახვეწილი ხალხი, რუსეთიდან ახლად დაბრუნებული. მათთვის სამყარო ლოგიკას და წიგნებს ემორჩილება. მეორე მხარეს კი ოთარანთ ოჯახი, გლეხები. მათი სამყარო სულ სხვაა, მიწასთან, ბუნებასთან, ემოციებთანაა დაკავშირებული. და ზუსტად ამ ორი სამყაროს შეჯახებაში იბადება ჩვენი გამოცანა. და იცით რა არის საინტერესო? გიორგი, მათთვის ამ უცნაურ თხოვნამდეც კი უკვე გამოცანა იყო. უყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლება გლეხი იყოს ასეთი კეთილშობილი, ასეთი დახვეწილი, რაღაცნაირად მათ ლოგიკურ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. მათთვის ის იყო, მოსიარულე პარადოქსი. და ეს ციტატა ჰამლეტიდან, რომელსაც არჩილი ამბობს, ყველაფერს ამბობს. ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო. ანუ არჩილი პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი არ არის უბრალოდ ადამიანი, ის არის რაღაც უფრო მეტი, ფილოსოფიური გამოცანა, რომელსაც მისი გონება ვერ სწუდება. კარგი, მოვემზადოთ. ახლა ვიწყებთ ყველაზე საინტერესო ნაწილს. აქამდე თუ ფიქრობდნენ მასზე, ახლა ეს გამოცანა პირდაპირ მათ კარზე აკაკუნებს. წარმოიდგინეთ რა ხდება. საღამოა, და-ძმა მშვიდად ზის, კითხულობს, იდილია, ინტელექტუალური გარემო. და სწორედ ამ დროს, ამ სიმშვიდეში მოულოდნელად შემოდის გიორგი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამყაროს ეკუთვნის. კონტრასტი წარმოუდგენელია. და ის ამბობს ამ სიტყვებს. თქვენთან ყოფნა მწადიან. და ეს უბრალოდ შოკია. წარმოგიდგენიათ? ეს არ არის უბრალოდ სამსახურის თხოვნა. ეს არის რაღაც აბსურდული. კაცი, რომელსაც თავისი სახლკარი აქვს, მოდის და გეუბნება მუქთად გემსახურებითო. აქ უკვე ყველა ლოგიკა ინგრევა. კარგი, მოდით უფრო დეტალურად ჩაუღრმავდეთ ამ საუბარს, ვნახოთ, რატომ გახდა ეს თხოვნა მათთვის ასეთი ამოხსნელი. როცა ეკითხებიან რატომო, მისი პასუხი ერთადერთია. მარტოობამ დამლია. და აქ ხდება მთავარი შეჯახება. არჩილისთვის და მისიდისთვის ეს არ არის მიზეზი. როგორ შეიძლება მარტოობის გამო საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვა და მოსამსახურედ დადგე? ეს მათ რაციონალურ სამყაროში უბრალოდ არ ჩდება. ემოცია ლოგიკის წინააღმდეგ. და რა თქმა უნდა, პირველი პრაქტიკული კითხვაც ჩნდება, რომელსაც დასვამს მერე დედა შენი. ეს ხომ უბრალოდ კითხვა არ არის. ეს არის კითხვა ოჯახურ ვალდებულებაზე, სოციალურ წესებზე. რა სიტყვის ამაზე პატივსაცემი ოთარაანთ ქრივი? გიორგის პასუხი კი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. კიო ამბობს, დედას წყინს, მაგრამ დედას ერთავარ და ხელს არ შემიშლისო. წარმოგიდგენიათ, ეს ნიშნავს, რომ ის მზადაა, დედას გული ატკინოს ამ თავისი გაუგებარი სურვილის გამო. ესე იგი, ის, რაც მას ამოძრავებს, წარმოუდგენელად ძლიერია. და ეს დიალოგი ჯამაგირზე, ხელფასზე, ხო საერთოდ ფანტასტიკურია. არჩილი ეუბნება ფულს გადაკიხდიო. გიორგი პასუხობს არ მინდაო. არჩილი არ ეშვება. ბოლოს გიორგი ამბობს, რაც ავღირდე ის მომეცი და ამთავრებს ფრაზით, გულს არ დამაკლდება. ეს არის მომენტი, როცა ყველასთვის ნათელი ხდება, რომ აქ საქმე ფულში კი არა, რაღაც სულ სხვა ემოციურ ვალუტაშია. ხო, საუბარი დასრულდა. გიორგი წავიდა, მაგრამ დატოვა სრული ქაოსი და დაბნეულობა. და-ძმა მარტო რჩება ამ გადაუჭრელ ამოცანასთან და კითხვები, რომლებიც მათ თავში ტრიალებს. და ჩვენს თავშიც ალბათ. რატომ წოვებს თავის სახლკარს? იქნებ ფული უნდა? არა, აშკარად არა. იქნებ რამეს გაურბის. და რაც მთავარია, როგორ უნდა მიიღონ სამსახურში ისე, რომ დედამის ამხელა პატივსაცემ ქალს არ აწყინინონ. უბრალოდ ცდილობენ ლოგიკა მოარგონ რაღაცას, რაც ლოგიკას საერთოდ არ ექვემდებარება.
და ბოლოს არჩილი იღებს ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციაში. ის გიორგის ვერ მიიღებს. რატომ? იმიტომ რომ სოციალური წესები, ოჯახის პატივისცემა, დედის სიტყვა, ეს ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ უცნაური თხოვნის დაკმაყოფილება, რისკზე უბრალოდ ვერ წავა. და ამ თავის ბოლოს სიტყვები ყველაფერს ამბობს. ამ უცნაურს ნასკს წვერიც ვერ უპოვეს გამოსახსნელად. იცით, ეს ფანტასტიკური მეტაფორაა. საქმე ის კი არ არის, რომ ნასკვი რთულად იხსნება. საქმე ისაა, რომ წვერიც კი არ ჩანს, საიდან უნდა დაიწყო მისი გახსნა. აი, ეს არის სრული ჩიხი. და საბოლოოდ, ჩვენც მათთან ერთად პასუხის გარეშე ვრჩებით. ავტორი არასდროს გვიხსნის, რა იყო გიორგის ნამდვილი მიზეზი. მაგრამ იქნებ, სწორედ ეს არის მთავარი აზრი. როცა ადამიანის ქმედება ყოველგვარ ლოგიკას ცდება, იქნებ პასუხი გარემოებებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სადღაც ძალიან ღრმად, მის გულში, საიდუმლო რომელსაც ის ალბათ თავადაც ვერ ხსნის.